საღამო მშვიდობისა, ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგველაშვილი, დღეს არის 50-მე დღე წიგნის კითხვის და დღეს უნდა გავაგრძელო დოქტორ სიუსის წიგნიდან მეორე ზღაპრის წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ კუებზე მოგეწონათ, სასაცილო იყო და ისეთივე სახალისო ამბავი არის. დიდი ბაქიაობა. დიდი ბაქიაობა. ბაქიაობა არის იგივე კვეხნა ტრაბახი, რომ აი მე ნახე რა მაგარი რაღაცა მაქვს, მე კიდე შენზე უფრო მაგარი, ხო? აი ეს არის, როცა ადამიანი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს რაღაცა, რაც თქვათ აღმოაჩინა საკუთარ თავზე და უნდა რომ ყველას გააგებინოს ამის შესახებ. დავიწყოთ. სწორო. კურდღელმა ერთ დღესაც იგრძნო თავი ძალიან მნიშვნელოვნად. იწვა წამოწოლილი იყო მთის წვეროზე, მზეში და თავი იმდენად მნიშვნელოვნად იგრძნო აი ამ მთის წვერზე, სიმაღლეზე, რომ დაიწყო ტრაბახი. და როგორც ცხოველებმა იციან ხოლმე, და იმდენად ხმამაღლა დაიწყო ეს ტრაბახი და ბაქიაობა. წინ გამოწია თავისი მკერდი და თქვა: თელ სოფლიოში ნადირთა შორის მე ვარ ყველაზე საუკეთესო. მიწაზეც, ზღვაზეც, ცაშიც კი არ არსებობს ცხოველი, რომელიც ჩემზე უკეთესია. ეს რა არის? ეს რა არის? დაიღრიალა, დაიბღვირა ხმა, რომელიც საკამაოდ ტლანქი ხმა იყო. რატომ ამბობ ესეთ სულელურ სასაცილო რაღაცეებს? ჩაიხედა კურდღელმა ქვემოთ და დაინახა დიდი დათვი. მე ვარ ნადირთა შორის საუკეთესო, თქვა დათვმა. თუ გინდა შეგეჯიბრებიო. შეაწყვეტინა იმ წამსო კურდღელმა. არანაირად. მე შენზე უკეთესი ვარ. მე ვარ, გაიმეორა დათვმა. შენ ძალიან დიდად და დიდზე საუბრობ, ბატონო კურდღელო, მართალი ხარ, მაგრამ როგორ დამიმტკიცებ ამას? აი, რისი გაკეთება შეგიძლია შენ? ჩაფიქრდა კურდღელი. რისი გაკეთება შემიძლია მე? იფიქრა და ბოლოს თქვა: ბატონო დათვო, ხედავთ ჩემს თავზე ამ ორ ყურს? ჩემი ყურები ისეთი მახვილი, ისეთი ბასრია, ისეთი დახვეწილია, რომ სოფლიოში არ არსებობს ყურები, რომელსაც უფრო შორს შეუძლია გაიგოს ხმები, ვიდრე ჩემი ყურებიაო. თქვა დათვმა და შეხედა კურდღლის ორივე ყურს ესეთ სათითაოდ. შენ ამბობ, რომ კარგი ყურები გაქვს. დამცინავად თქვა დათვამ. მაგრამ როგორ მეცოდინება მე, რამდენად შორს შეგიძლია გაიგო ხმებიო? დაგიმტკიცებ, უთხრა კურდღელმა. ჩემი ყურები საუკეთესოა. აი აქ ჩამოჯექი და მიყურე. აი, ეხლავე დაგიმტკიცებო. შემდეგ თავისი ყურები, აი ესე, გააშეშა და ლურჯი ცისკენ ესე ანტენასავით მიმართა. გაწელა თავისი ყურები, გაშალა თავისი ყურები. უსმენ, იდგა ესე. უსმენდა ძალიან გაფაციცებით. ისეთი გაფაციცებული იყო, რომ ნელ-ნელა ოფლი ჩამოუვიდა თავის ბეწვებზე, ყურებზეც და შუბლზეც. 7 წუთი იდგა. ბოლოს
შემოტრიალდა და დათვს უთხრა. იცი რა გავიგე? აი ხედავ იქ შორს მთა რო არის? ეს მთა 154 კილომეტრის დაშორებით არის ჩვენგან. აი მთაზე არის ბუზი. და მე ეხლა გავიგონე როგორ დაახველა ბუზმაო. დაახველა ბუზმა. წარმოგიდგენია 154 კილომეტრის იქით გავიგე როგორ დაახველა ბუზმაო. მაგრამ ძალიან კაფიოთ და სუფთად გავიგე მე ეს ყველა. ხო ხედავ? ისევ დაიწყო დაკვეხნა კურდღელმა. სრულიად ნამდვილი ჭეშმარიტება არის, რომ ჩემი ყურები საუკეთესოა. ამიტომ მე შენზე უკეთესი ვარ. დათვი ცოტა ხანი რაღაცნაირად დასევდიანდა. იმიტომ რომ იცოდა რომ მისი ყურები ხო ესე შორს ნამდვილად ვერ გაიგებდა. ეს კურდღელი გაიფიქრა, მე მგონი მასულელებს. ეხლა მე უნდა დაუმტკიცო რომ მე ვარ მასზე უკეთესიო. ხო და კურდღელს ეუბნება. მომისმინე ყურადღებით. შენ ძალიან კარგად გესმის. შენ შეგიძლია 154 კილომეტრის იქით გაიგო. მაგრამ რამდენად შორი მანძილიდან შეგიძლია იყნოსო? მე ვარ საუკეთესათა შორის საუკეთესო მყნოსველი. დაიკვეხნა დათმა. ხედავ ჩემ ცხვირს. აი ეს ჩემი ცხვირი ჩემს სახეზე. საუკეთესო და დახვეწილი რამ არის, რაც კი იზრდებაო. ჩემ ცხვირს შეუძლია ყველაფრის ყნოსვაო. შორსაც და ახლოსაც. ჩემი ცხვირით შემიძლია ორჯერ უფრო შორს ვიყნოსო, ვიდრე შენ გესმისო. არ შეგიძლია, შეაწყვეტინა კურდღელმა. შემიძლია, დაიბღვირა დათვმა. და თავისი ცხვირი აპრიხა მაღლა ჰაერში. მერე შემდეგ ესე გამოძრავა თავისი ცხვირი, შემოიყნოსა. მერე კიდე გამოძრავა თავისი ცხვირი და კიდე შეისუნთქა და შეიყნოსა. 10 წუთზე მეთხანს ყნოსავდა და ყნოსავდა. ბალოს კურდღელს ეუბნება. საკმაოდ შორს შევიყნოსე. კარგი, უთხრა კურდღელმა. აბა ეხა მოდი და მითხარი ზუსტად რამდენად შორს იგრძენი შენ აი ეს სურნელიო. ძალიან შორს გრძნობ სუნს, თქვა დათმა. აი იმ ბუს მთაზე რო არისო, აი იმას კიდე უნდა გაცდეო. გრძნობ სუნს, რომელიც უამრავ მთების უკან არისო. დაახლოებით 9000 კილომეტრის დაშორებით არისო ტბის კიდეშზე. და აი იქ თებს რო გადახვალ. და იმ ტბას, რომელსაც შენ ვერ ხედავ, არის იმ ტბასთან არის პატარა ფერმა. აი ამ ფერმაში არის ხე. და აი ამ ხეზე არის ტოტი და ამ ტოტზე არის ბუდე. და ამ ბუდეზე არის ორი ციცქნა კვერცხი დადებული. ორი კოლიბრის ორი კვერცხი. თითო არის თითქმის 1 სანტიმეტრის ზომისო. მაგრამ ჩემი ცხვირით, თქვა დათმა. ჩემი ცხვირი ისეთი საოცრად ძლიერი არისო. ისეთი მაგარია ჩემი ცხვირი, რომ მე ერთიც არ შემშლია. და ზუსტად ვიცი, რომ კვერცხი, რომელიც მარცხნივ დევს ბუდეშიო, ოდნავ უკვე მოძველდა და ვადაგასულის სუნი ასდისო. და აი ეს არის ის, რასაც ვერც ერთი კურდღელი ვერ გააკეთებსო. ხედავ, ისევ დაიწყო ტრაბახი დათმა. მე შენზე უკეთესი ვარ. ჩემი ყნოსვა ისეთი მახვილია, რომ უბრალოდ ვერ დაამარცხებო. და უცბად რაღაც ხმა გაიგეს. ეს რა არის? უბრალოდ ხმა გაიგეს კურდღელმა და დათმა. ჩაიხედა კურდღელმა და დათმა დააბლა, საიდან მოდის ეს ხმებია და დაინახეს. მოხუცი ჭია, რომელიც მიწიდან ამობოფხდა. ახლა მომისმინეთ ბიჭებო.
უთხრა ჭიამ. ძალიან დიდხანს ტრაბახობდით. თქვენ ორივე ფიქრობთ, რომ ორივე საუკეთესო ხართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ ხართ. არც ისეთი კარგები ხართ, როგორც მეო. გესმის? თქვენ გესმით და თქვენ ყნოსავთ, მაგრამ რამდენად შორს შეგიძლიათ დაინახოთო. აი ეხლა მე აქ იმისთვის რომ დაგიმტკიცოთ თქვენ, დიდო ბაქიბუქა ბიჭებო, რომ თქვენი ცხვირი და თქვენი ყურები ერთი პატარა ნატამალითაც კი არ ჯობიან ჩემს თვალებსო. და ეს პატარა მოხუცი ჭია ამოყო თავისი თავი, გაახილა თვალები და ძალიან ფართედ გაახილა. და გაიხედა შორს, რაღაცა ძალიან უცნაური მზერით. თითქოს ეს ჰაერში ორი ხვრელი რაღაცა იწვისო. მერე ეს თვალები ჭიის თითქოს თავდენ უვარდებოდა, ისეთი ამობურცული იყო. დაახლოებით 9 საათი იცქირებოდა და მისი თვალის კუთუთოები უკვე გაწითლდა. საკმარისია დაიღრიალა დათმა. უგვითხარი კურდღელს და მე რამდენად შორს გაიხედე და რა დაინახეო. და დაიწყო ჭია. მომისმინეთ ბიჭებო, უპასუხა ჭია. აი ის მზერა, რაც მე გამოვიყენე, რომელმაც იმდენად შორს გაიხედა, რომ თქვენ მთელი ცხოვრება ვერ შეძლებთ ესე შორს გახედვას. გადავიარე და გადავხედე ოკეანესო, უკვე გადავედი იაპონიამდე. ეხლა წამით რომ ამერიკიდან იჭყიდება ჭია, ხო? უკვე ვიხედები იაპონიაში. შემდეგ ჩემი მზერა გადავიტანე და გავცდი ჩინეთსო. შემდეგ შევხედე ეგვიპტესო. მე უცბად სწრაფად ჩემი მზერა გადავიტანე ორ ქვეყანაზე, ჰოლანდიაზე და საფრანგეთზე. მე ინგლისსაც გადავუარე ჩემი მზერით, მე ბრაზილიას, მაგრამ იქ არ გავჩერებულ ვარ. კიდევ უფრო შორს და შორს ვიცქირებოდი სანამ მთელ სამყაროს წრი არ დავარტყი და ზუსტად აი ამ გორაკამდე და მთამდე დაუბრუნდიო. და აი ამ გორაკზე დავინახე, რადგან ჩემი თვალები და ჩემი მხედველობა ასეთი მახვილი და ბასრია, რომ ორი ყველაზე დიდი სულელი, რომელიც ოდესმე კი არსებულა. და ეს სულელები აღმოვაჩინე, რომ არც მეტი და არც ნაკლები იყვნენ ისინი, რომლებსაც მეტი საქმე არაფერი ჰქონდათ გასაკეთებელი, ვიდრე მჯდარი იყვნენ აქ და ეკამათათ ვინ უფრო ვისზე უკეთესიაო. შემდეგ პატარა მოხუცი ჭიამ თავი უკვე გადააგდო ესე, ჩაძვრა ხვრელში და თავის საქმეს დაუბრუნდა. და კურდღელი და დათვი დარჩენ ესე. გამოშტერებულები ხოც რომ ვაიმე რა ჩაგვიტარა ამ ჭიამო, რა გააკეთაო. ეს იყო და ეს ბაქიბუქა ამბავიც დასრულდა. როგორი სასაცილოა ხო, რომ შეიძლება ვიდაოთ ერთმანეთს, რომ ჩემი თვალები უფრო შორს იყო, არა ჩემი ყურები უფრო. ძალიან მაგარია, რომ შეგიძლია შორს გაიხედოთ, ძალიან მაგარია, რომ შეგიძლია, რომ ისეთი რაღაცები გაიგო, რასაც ბევრი ვერ გაიგებს, ან ისეთი რაღაცებიდან, რასაც ბევრი ვერ არის, მაგრამ ფერთ არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე უკეთესები ვართ, არა? უბრალოდ ძალიან მაგარია, რომ შენ ეს შეგიძლია და იმას ეს შეუძლია და ნეტა სხვას რა შეუძლია და მე ერთად შეგვიძლია შევერთდეთ და გამოვიყენოთ რაღაც სასიკეთოდ ჩვენი ეს ძალები. ეს იყო ეს გემშვიდობებით. ტკბილ სიზმრებს გისურვებთ და შევხვდებით ხვალ. ნახვამდის.